წელს ის ძველი დაპატარავდა და ვეღარ ეტეოდნენ. რო გარეცხო რაღაცას ხო შედგება და მე პატარავდება. ეხლა ეს დაპატარავდა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. ამ კვირაში არის ბავშვებო ერთ-ერთი დიდი დღესასწაული, საუფლო დღესასწაული. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე. თქვენ იცით რომ მის მშობლებს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ყავდათ. ისინი ძალიან დამწუხრებულები იყვნენ. შვილის არ ყოლის მწუხარებას ერთოდა ისიც, რომ ხალხში ძალიან ცუდი წარმოდგენა ჰქონდათ უშვილო ადამიანების შესახებ. ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ეტყობა მათ რაღაცა ცოდო აქვთ და ღმერთმა დასაჯა ისინი და შვილი არ ყავთ. ჩვენ თავისთავად ხარდი ახლა ასე არ ვფიქრობთ. შეიძლება ადამიანს შვილი არ ყავდეს, მაგრამ ის ძალიან წმინდად და ღირსეულად ცხოვრობდნენ. ისევე როგორც წმინდა იოაკიმე და ანა. ისინი ძალიან ღირსეულად, წმინდად ღვთისთვის სათნოდ ცხოვრობდნენ, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მათ შვილი არ ყავდათ. ძალიან წუხდნენ ამის გამო. ევედრებოდნენ უფალს, განმარტოებით ლოცულობდნენ, მარხულობდნენ და ღმერთს შესთხოვდნენ, რომ შვილი ყოლოდა და წმინდა ანამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის დედამ, აღუთქვა ღმერთს, ანუ აღთქმა დადო, შეპირდა, რომ თუ შვილი ეყოლებოდა, უფალს შესწირავდა. და მართლაც ღმერთმა მოხედა მათ გონხურვალე ვედრებას და შეეძინათ პატარა გოგონა, რომელსაც მარიამი დაარქვეს. და როდესაც 3 წლის გახდა პატარა მარიამი, მისმა მშობლებმა, წმინდა იოაკიმემ და ანამ მიიყვანეს ტაძარში, 3 წლის ასაკში. აი ამ ტაძართან ახლოს არსებობდა სულიერი სასწავლებელი, სადაც ბავშვები იზრდებოდნენ, ქალწულები იზრდებოდნენ იქ. იქ სწავლობდნენ ქალის ხელსაქმეს. აი თქვენ ოჯახებში ალბათ დედები გასწავლია, როგორ უნდა გაკერო რაღაცა, როგორ უნდა მოამზადო საკვები და სხვა მრავალი კიდე, როგორ უნდა დაალაგო სახლი, ასე შემდეგ, ბევრი რამ. დღეს ახლა არ ამგონია ვინმეს ქსოვას ასწავლიდნენ, მაგრამ ადრე ამასაც ასწავლიდნენ. სწავლობდა საღვთოს ჯულს, ანუ ძველი აღთქმის წიგნებს სწავლობდა ქალწული მარიამი. სწავლობდა უძლურთა და მოხუცთა მოვლას, რომ ადამიანზე იზრუნო და ეხმარო ადამიანს. და აი ესე წმინდად ატარებდნენ ცხოვრებას აი ამ სასწავლებელში. და ესე იგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ რამდენად მივბაძავთ აი ამ ჩვენს ესე იგი მთავარ მისაბათს, ყოვლადწმინდა დედას, ქალწულ მარიამს. ესე იგი ჩვენც აქ მოვდივართ ახლა რაღაცებს სწავლობთ, რაღაცები შეიძლება დაგვამახსოვრდა, მაგრამ მარტო ის კი არა თეორიულად რა დაგვამახსოვრდა. თავარი ის არის, ჩვენ საქმეში ამას როგორ განვახორციელებთ. როდესაც უკვე გაიზარდა 14 წლის გახდა, აღარ შეიძლებოდა რომ ის დარჩენილიყო აი ამ ქალწულთან სასწავლებელში. ამიტომ ის ჩააბარეს ერთ-ერთ მოხუცებულ მართალ კაცს იოსებს, რომელიც ამ დროს 80 წლის იყო. და როდესაც კითხულობდა ქალწული მარიამი ერთ-ერთი დიდი წინასწარმეტყველის ესაიას წიგნს, იქ ამოიკითხა ასეთი რაღაცა, რომ ქალწულისაგან იშვებოდა სამყაროს მხსნელი, მაცხოვარი. და იმდენად თამდაბალია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რომ კი არ ფიქრობს, რომ ნეტა მე ვიყო ის, ვიზედაც აქ საუბარია. არამედ ფიქრობდა, ნეტა მე მისი მსახური მაინც ვიყო, რომ შორიდან შევხედო იმ დიდებულ ქალბატონს, ვის მიერაც ღმერთმა განკაცება, განხორციელება ინება. და სწორედ ამ დროს, როდესაც აი ამას განიზრახავდა, მას გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ახარა, რომ სწორედ ის იყო ის ნეტარი დედა,
რომლისგანაც იშვებოდა სამყაროს მხსნელი. და აი ამ დღესასწაულს უკვე რაზედაც მე უკვე ბოლოს თქვი, ეს არის ხარება. როდესაც ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა მხსნელის მოვლინება. აი ამას ხარების დღესასწაული ჰქვია. და იმას რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი ტაძარში მიიყვანეს 3 წლისა, იმას ტაძრად მიყვანების დღესასწაული ჰქვია. აქ ასეთი რამე მოხდა. მღვდელმთავარმა აიყვანა ქალწული მარიამი ხელში და წმინდათა წმინდაში შეიყვანა. იქ საერთოდ არავინ არ შედიოდა გარდა მღვდელმთავრისა და ისიც წელიწადში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ. წარმოიდგინეთ. და იქ მარტო მღვდელმთავარი შედიოდა, მეტი სხვა არავინ. მაგრამ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი რომ განსაკუთრებულია საერთოდ ადამიანთა შორის და როგორც ჩვენ საგალობელში ვამბობთ, უპატიოსნესა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესა სერაფიმთასა. ქერუბიმები და სერაფიმები უფალთან ყველაზე ახლოს დგომი ანგელოზები არიან. და მათზეც კი აღმატებულია ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. და მისი აი ამ წმინდათა წმინდაში შესვლით, იქ სადაც მხოლოდ მღვდელმთავარი მხოლოდ ერთხელ შედიოდა, მსხვერპლის შესაწირად ქალწულის იქ შესვლა მოასწავებდა იმას, რომ ძალიან დიდ მოვლენასთან ჰქონდა საქმე. გესმით? ადამიანთა შორის არავინ არ არის ისეთი, ვინც მას აღემატება. ამიტომაც აი ჩვენთვის ყველასთვის აი მით უმეტეს გოგონებისთვის მისაბაძად ჩვენ ვინ უნდა გვყავდეს იცი? ქალწული მარიამი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. თუნდაც აი ჩვენ როდესაც გვინდა რომ შევიმოსოთ, ტანისამოსი ჩავიცოთ, უნდა ხანდახან თვალი გააპარო ადამიანმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატისკენ. როგორ მოკრძალებით აცვია და როგორ გამოიყურება. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ეხლა ერთში მცხოვრები ადამიანი ზუსტად ასე იცამდეს. ის მონაზონი ხო არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველაფერი შედარებითია და აი ამას უნდა მიაქციო ყურადღება. უნდა მივაქციოთ კიდე უფრო მთავარს ყურადღება, რომ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი თავისი თვისებებით ძალიან გავდა მაცხოვარს. აი ესეთივე მოსიყვარულე იყო, მიმტევებელი, გესმით? ძალიან გავდა თამდაბლობით, ძალიან გავდა იმით, რომ მოწყალე იყო. ერთ-ერთი წმინდა მამა, წმინდა დიონისე არეოპაგელი ასეთ რამეს ამბობს, რომ მე ვარ მცოდნოდაო, რომ ღმერთიო, მამაკაცად უნდა მოსულიყო იესო ქრისტე ხო მამაკაცი. მე ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მეგონებოდა ადამიანად მოსული ღმერთია. იმდენად თავისი თვისებებით ღვთაებრივი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. მოდი ახლა ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ. ეს რაც უშუალოდ ჩვენ შეგვეხება. ჩვენ ამაზეც შეიძლება არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ ეხლა ეს არის საჭირო. დააკვირდით, მოდი სტუმრებს უთხრათ. შეიძლება სტუმრებს არ გქონდეთ ნანახი. პირველი ხო გახსოვთ, სტუმრებს ჩავრთავთ ხოლმე საქმეში და ბიჭებო და გოგონებო, რას ხედავთ? თქვენი აზრით, რა შეიძლება იყოს? აი მეხუთე კლასელებს ვეკითხე. დავაკვირდეთ, აბა რა შეიძლება იყოს? არა, რამე აზრი არ გაქვთ? რას ხედავთ სურათზე? ხო არის ხოლმე თქვენს წიგნებში, აი აგვიწერეთ სურათი, რა ჩანს? რა ჩანს? რა ჩანს, აბა? იქ ჩანს, რომ ჩალით ააჩინა ქოხი და კიდევ ფიქრობს, რომ ააშენოს. ო, ეგ ძალიან კარგია, აი ძალიან ახლოს ხარ შენ. ჩალით რო ააშენა, ეგ არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხო ააშენა და კიდევ ხო ფიქრობს, რომ ააშენოს. კი ბატონო. რაც უკვე აშენებულია, ის უკვე დიდია თუ რაზეც ფიქრობს? რაზეც ფიქრობს. და ეხლა რატო ფიქრობს, რომ უფრო დიდები ააშენოს, ნეტა? რატო? იმიტომ მოიღოს. იმიტომ რომ რა იყოს? დაეტიოს? ხო. რა უნდა დაეტიოს? თივა. თივა რო დაეტიოს, კიდევ რა? ხორბალი. ხორბალი რომ დაეტიოს.
ანუ ეს ადამიანები რო დაეტივონ? ანუ ესეც საკვირაო სკოლებს აშენებს? ამ კაცს მოვიდა დიდძალი მოსავალი. ნახე, ფიქრობს, აი ეს პატარა ბეღლები, ეს არის ბეღელი ბავშვო. ბეღელი თქვენ მარტო მაღაზია კინო გონიათ. ეს არის ბეღელი. არა, იმიტომ ამბობ, რომ სკოლაში რო ამას უხსნი ხოლმე ეგრევე მაღაზია გაახსენდება. აი ეს არის ბეღელი, კაცი შრომობს. პური მაღაზიიდან კი არ მოდის. პური აი ნახე საიდან მოდის, ყანიდან მოდის. თუ არ დათესე, არ იშრომე და არ იწვალე, არ მოვა თავისით. ნახეთ, ეს კაცი ფიქრობს, რომ აი ეს დიდძალი მოსავალი, ისედაც რომ დააკვირდეთ. ეხლა ეს ამოდენა დაეტევა ამ ორ პატარა ბეღელში. არ დაეტევა. ფიქრობს, რომ მოდი ამებს დავანგრევ, უფრო დიდებს ავაშენებ. შევინახავ ჩემს მოსავალს აი ამ დიდ ბეღლებში და ვეტყვი ჩემს სულს. სულო მრავალი სანოვაგე გაქვს მრავალი წლისთვის. ჭამეს ვიდა ბედნიერი იყავია. და უფალმა უთხრა, უგუნურო, აი ამ კაცს უფალმა უთხრა, დღეს შენ სულს წაიყვანენო. სულს წაიყვანენ რას ნიშნავს? ადამიანიდან რო სული ამოდის, ადამიანი გარდაიცვლება. ხომართალი, ჩვენ სულისგან და სხეულისგან შევდგებით და როდესაც ადამიანის სული მის სხეულს განშორდება, მისი სხეული კვდება. სული მარადიულად აგრძელებს არსებობას. და ამ კაცს ეუბნება, შენ სულს ამაღამ წაიყვანენ, ანუ შენ ამაღამ უნდა გარდაიცვალე. და რაც მოაგროვე, ეგ ვის დარჩებაო. და ბოლოს ამბობს უფალი, რომ აი ასე მოუვა ყველასო, ვინც თავისთვის აგროვებს მხოლოდ და უფალში არ მდიდრდება. ეხლა მოდი განვიხილოთ ეს ამბავი. ეხლა კაცმა რო თქვას, რა დააშავა ამან თუ მოსავალი უნდა რომ დააბინაოს. ხო უნდა იფიქროს რომ დააბინაოს, მაგრამ ამ კაცის შეცდომა იცით რა არის? მხოლოდ თავის თავზე რომ ფიქრობს. ამ კაცს რო ეფიქრა, აი რა კარგია დიდძალი მოსავალი რომ მომივიდა. კი ბატონო დავარღვევ, დავანგრევ ამ ძველ ბეღლებს, უფრო დიდებს ავაშენებ და მრავალი ადამიანის სანუგეშოდ მექნება ეს ყველაფერი. გესმით, აი იმასა და გონებაში რო ფიქრობდეს, აი ჩემს ნათესავსაც გაუნაწილებ, იქ ჩემს მეზობელს ნახე როგორ უჭის, მშიერი იძინებს, ჩასაცმელი არ აქვს, მოდი იმასაც გაუნაწილებ. ეს რო ეფიქრა, ეს დიდებული კაცი იქნებოდა. მაგრამ ამ კაცმა მხოლოდ თავის თავზე იფიქრა, ეგ ერთი შეცდომა, მხოლოდ თავის თავზე რომ იფიქრა. მეორე შეცდომა, ამ კაცს გონია, რომ აი ამ სიმდიდრეზეა დამოკიდებული ჩვენი მრავალჟამიერი სიცოცხლე. ანუ დიდი ხანი რო ვიცოცხლოთ, დამოკიდებულია თითქოს იმაზე, რომ აი რამდენი შემოსავალი გექნება. შეიძლება ადამიანი ძალიან მდიდარი იყოს, მაგრამ უცბად მოხდეს მისი გარდაცვალება და ამ სიმდიდრემ მას ვერაფერი ვერ უშველოს. გესმით? ერთი დიდი მეფე იყო, ესე იგი, ალექსანდრე მაკედონელი, გაგიგონია? აი, დიდი დამპყრობელი, მებრძოლი. ნახეთ რა თქვა. მაკედონიის იმპერია ძალიან დიდი იყო ბავშვებოდან. მან ასეთი რამე დაიბარა სიკვდილის წინ. მე რომ მოვკვდებიო, ესე რომ გამასვენებთო, კუბოდანო ხელი ჩამომაშვებინეთო, ესე გაშლილი ხელი რომ რატო იცი? ხალხმა დაინახოს, რომ ამხელა იმპერიის, ამხელა სამეფოს მფლობელსო, აქედან არაფერი არ მიმაქვს. და ეს რომ გარდაიცვალა იმ ღამეს, რა ეს ხორბალი გაატანეს? ან რომ გაეტანებინა, წაიღებდა? ვერ წაიღებდა. ამიტომ აი ეს არ არის იმისთვის, რომ შენ მარადიული სიხარული მოგანიჭოს. ეს იმისთვისაა, რომ მიწაზე რამდენი ხანი ცხარ, სწორად გამოიყენო. მარტო შენთვის კი არა, სხვებისთვის. აი ეს კაცი ღვთის წინაშე პასუხს აგებდა აი ამ სიმდიდრის გამო. მოეკითხებოდა უეჭველად, რომ მე რომ ამდენი მოსავალი მოგეცი, უფალი ეტყოდა. აბა შენ რაში გამოიყენე? რაში გამოიყენე? ეს კაცი მარტო თავის თავზე ხო ფიქრობდა. ფიქრობდა, რომ აი მე ბედნიერი ვიქნები, ჭამეს, და ზოგს გონია, რომ ჭამას მასია ბედნიერება. მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ სხვაზე ზრუნვაშია ბედნიერება და მე მართალიც არის. აი ალბათ ყველას გამოგიცდიათ, მარტო შენ თავზე რო ფიქრობ,
აი გინდა რომ მოიპოვო რაღაცა. დაუშვათ აი ოჯახში დედმამიშვილები ვართ. მოგვიტანეს რაღაცა შოკოლადი და გვინდა რომ სულ ჩვენ შევჭამოთ. ვიბრძოლეთ, მოკლეთ 1000 გვარი ხერხებით და უფრო მეტი მოვიპოვეთ ჩვენ. შევჭამეთ. მორჩა. აღარ არის სიხარული. სიხარული მანამდე გვეგულებოდა სანამ იმას შევჭამდით, რომ აი ბევრი გქონდეს. რომ შევჭამეთ ისევ ის არა ვართ, რაც 2 წუთის წინ ვიყავით. რა შეიცვალა. მაგრამ ჩვენ თუ ამას ავიღებდით და სხვას დაუთმობდით, აი სიხარული მაშინ იქნებოდა. თუ ჩვენი ძმის თუ დის გამო უფრო ნაკლებს ავირჩევდით, აი სიხარული ამას ექნებოდა. და ეს სიხარული წამიერი კი არ იქნებოდა მარტო ერთი პირის ჩატკვარულება. არამედ ამ სიხარულს უფრო დიდი ხანი გასტანდა ეს სიხარული უფრო სულიერად გაიხარებდა ადამიანი. ამიტომაც აი ეს ვიღაცა სხვაზე კი არ არის. ეს ჩვენა ვართ. აი ეს კაცი ჩვენა ვართ. დავუშვათ ახლა დაბადების დღე გაქვს. ვიღაცამ რაღაც გაჩუქა. შენ ფიქრობ, რომ აი ეს ყველაფერი სულ ჩემია. ისედაც დაბადების დღეზე მაინც და მაინც არ უნდა ელოდებოდე ვიღაცა რომ რაღაცას გაჩუქებს. პირიქით, შენ უნდა ეცადო, რომ ვიღაცას აჩუქო. ვიღაცა გაახარო. არ უნდა ელოდებოდე, რომ ახლა მე მოვლენ და საჩუქრებს მომიტანენ. თუმცა ბავშვები ვარ და შეიძლება ხან ამასაც ველოდებით და შეიძლება ამითაც არაფერს არ ვაშავებთ, მაგრამ ცოტა რომ წამოიზდებით, მე ეცადეთ, რომ თქვენ გაახაროთ აქეთ წვებით თქვენს დაბადების დღეს. რაღაცა რომ გაქვს, ესე იგი, მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. აი სკოლაში რომ მიდიხარ და რაღაც გაქვს, მარტო შენს თავზე არ უნდა იფიქრო. უნდა გაიხედ, გამოიხედო. ყველა ერთნაირი ოჯახებიდან ხო არ მოვედით. ვიღაცას უჭირს, ვიღაცას ულხილს. და თუ მთელი კლასი შეთანხმდებოდა, რომ მოდი ყველაფერი თანაბრად გავინაწილოთ, აი მაგაზე დიდებული არაფერი არ იქნებოდა. ეგ იქნებოდა ნამდვილი ადამიანობა. ესმით? მოდი ახლა ერთი საჭირბო როტო საკითხი. თუმცა სანამ იმაზე გადავალთ, ერთ ანიმაციას უყუროთ და აი აქ რას დაინახავთ ისეთს, უბრალოდ თქვენ რას დაინახავთ ისეთს, რაც იმასთან არის კავშირი ჩვენ რო ვისაუბრეთ. უბრალოდ თქვენი დაკვირვება მაინტერესებს. იყო ერთი ღარიბი კაცი, რომელიც ბევრს შრომობდა, მაგრამ ცოტას გამოიმუშავებდა და ფული ძლივს ყოფნიდა ოჯახის გამოსაკვებად. ერთხელ იგი ზღვის სანაპიროზე გავიდა, ქვაზე ჩამოჯდა და უყურებდა თუ როგორ უახლოვდებოდნენ ნავსადგურს ძვირფასი საქონლით დატვირთული დიდი გემები. და თავში მას ცოდვილი აზრი გაუჩნდა. რატომ უგზავნის უფალი ზოგიერთ ადამიანს ამდენ სიმდიდრეს და ყოველგვარ სიამოვნებას, ხოლო სხვებს გასაჭირში ტოვებს? და დაიწყო მან დრტვინვა თავისი მძიმე ხვედრის გამო. დაღლილს ჩაეძინა. და სიზმარში იხილა მრავალი ჯვარი. ჯვრები იყო დიდი და პატარა, ოქროსი და ვერცხლის, სპილენძისა და რკინის, ქვისა და ხის. ხედავ რამდენი ჯვარია. ამოირჩიე რომელიც გსურს და აიტანე მთის წვერზე. შეხედა კაცმა ოქროს ჯვარს, მოეწონა ის და მისი აღება სცადა, მაგრამ ადგილიდან ვერ დაძრა. არა, ეტყობა რომ ვერ შეძლება ამ ჯვრის მთაზე ატანას. აიღებ მეორე, ვერცხლის. იქნებ ეგ იყოს შენი ძალის შესაფერისი. იწვალა კაცმა და ვერც ვერცხლის ჯვრის დაძვრა ვერ შეძლო. ბევრს ეცადა, მაგრამ ვერც სპილენძის, ვერც რკინის და ვერც ქვის ჯვრები ადგილიდან ვერ დაძრა.
აირჩიე რომელიმე ხის ჯვრებიდან. კაცმა აიღო ყველაზე პატარა ხის ჯვარი და გახარებულმა ადვილად აიტანა იგი მთის წვერზე. გაგიმხელ თუ რა ჯვრებია ეს, რომლებიც შენი ხიე. ოქროს ჯვარი მეფის ჯვარია. შენ ფიქრობ, რომ კარგია და ადვილი იყო მეფე, მაგრამ იმას კი აღარ ფიქრობ, თუ როგორი მძიმე ჯვარია სამეფო ძალაუფლება. ვერცხლის ჯვარი არის ჯვარი ეკლესიის მსახურთა და მეფის მრჩეველთა, რომლებსაც ასევე უამრავი საზრუნავი აკისრიათ. სპილენძის ჯვარი იმათ ეკუთვნის, ვისთვისაც ღმერთს სიმდიდრე მიუცია. შენ მათი გშურს და ფიქრობ, რომ ისინი ბედნიერი არიან, მაგრამ იცოდე, რომ მათი ცხოვრება უფრო მძიმეა ვიდრე შენი. შენი შრომის შემდეგ შეგიძლია მშვიდად დაიძინო, რადგან არავინ შეეხება შენს ღარიბულ ქოხს და მცირე ქონებას. მდიდარს კი დღე-დაღამე შინია, რომ ვინმემ არ მოატყუოს, არ გაქურდოს, ან მისი სახლი არ გადაწვას. გარდა ამისა, მდიდარი პასუხს აგებს ღვთის წინაშე თავისი სიმდიდრის გამო, თუ როგორ იყენებდა მას. ხოლო თუ რაიმე უბედურება მოხდება და მდიდარი გაღარიბდება, მაშინ რამდენი მწუხარება დაატყდება მას თავს. რკინის ჯვარი ხედართა ჯვარია. ჰკითხე მათ და თავად გეტყვიან, თუ როგორ უწევდათ მათ ღამის გათენება ღია ცის ქვეშ, სველ მიწაზე, ასევე სიცივისა და შიმშილის მოთმენა. ქვის ჯვარი ვაჭართა ჯვარია. შენ მოგწონს მათი ცხოვრება, რადგან ისინი შენსავით არ შრომობენ. მაგრამ განახშირად არ ხდება, რომ ვაჭარი მთელ თავის ფულს დახარჯავს საქონელში, გავა ზღვაში და უბედური შემთხვევის გამო მთელი ნავაჭრი გემთან ერთად იწირება. საბრალო ვაჭარი კი გაღარიბებული ბრუნდება შინ. ხოლო ხის ჯვარი, რომელიც ადვილად აიღე და მსუბუქად აიტანე მთაზე, არის სწორედ შენი ჯვარი. შენ ღმერთს შესჩიოდი, რომ მძიმე ცხოვრება გაქვს, მაგრამ ახლა ხომ ხედავ, რომ შენი ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია ვიდრე სხვა ადამიანებისა. გულთა მხილავმა უფალმა კარგად იცოდა, რომ ნებისმიერ სხვა წოდებასა და მდგომარეობაში შენ სულს დაღუპავდი. ამიტომაც მოგცა ყველაზე უბრალო და მსუბუქი ხის ჯვარი. ასე რომ ნუდრტვინავ ღმერთზე შენი ხვედრის გამო. უფალი ყველას მისი ძალის შესაბამის ჯვარს აძლევს. კაცს გაეღვიძა. მადლობა შესწირა ღმერთს სასარგებლო ხილვისთვის და ამიერიდან აღარ დრტვინავდა ღმერთზე თავისი ცხოვრების გამო. ღმერთმა შეგაძლებინათ, რომ მისი მადლით უარყოთ თავი თქვენი, აიღოთ ჯვარი თქვენი. სხვისი კი არა, თქვენი ჯვარი. ის ჯვარი, რომლის ტარებაც ხელგეწიფებათ, რადგან ზოგიერთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა, სხვის ჯვარს იღებს და შეუდგეთ ქრისტეს. აღმოაჩინეთ რამე?
რა მიკროფონმა რომ მოიწინა ეგ აღმოაჩინეთ? აბა ჩართეთ რა. მოიწინა მიკროფონ. აი მოვიდა ხასიათზე მე მგონი. აღმოაჩინეთ რა საერთო იყო? აი მოდი სტუმრებს კითხოთ. რა აბა? კი ბატონო აბა? ხონა დავერნაო. აი იქ ნახეთ როგორ იყო? დიდარიო პასუხს აგებსო ღვთის წინაშე ამ სიმდიდრის გამო, ხო იყო ეგ ნათქვა? ისე რომ ვისაც რა აქვს ის იმის გამო ღვთის წინაშე უკვე პასუხისგებელია. თან მოდი შევხედოთ ჩვენ ზოგჯერ სხვისი ცხოვრება მოგწონს, აი ის რა იოლად ცხოვრობს. ეს პატრიარქის სიტყვებია, ნახეთ აქ რაც იყო ნათქვა. სხვისი ცხოვრება კი არ უნდა მოგწონდეს და მე აი ასე რო ვიყო უფრო კარგად ვიქნები, კი არ უნდა იფიქრო. ყველამ თავისი ჯვარი უნდა აიღოს. აი ზოგიერთი ადამიანის ტრაგედია სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ თავისას კი არა, სხვის ჯვარს იღებსო. ანუ თავის ხვედრს კი არ პირთულობს, რაც აქვს ცხოვრებისეულად, არამედ სხვისი უფრო მოსწონს. და როდესაც ადამიანი მადლიერია იმის გამო, რაც მას აქვს, ეს სწორად იღებს თავის ჯვარს. განსაცდელები, სიმძიმეები, ტკივილები ყველა ადამიანს აქვს, მაგის გარეშე არავინ არ არის. ესე რომ აი მხნეთ უნდა იყოს ადამიანი. მოდი ახლა ერთი საჭირბოროტო საკითხი მინდა თქვენთან ერთად განვიხილოთ, თუმცა მანამდე მოდი რამდენიმე შეკითხვას წავიკითხავ, ეს პასუხისმგებლობაც ხო ჩემზე. ბევრია შეკითხვები და ცოტა აურდაურევ, რაც ამოვა იმას წავიკითხავ, კარგით? ზოგი რაც მეორდებოდა და არაერთხელ გისაუბრია, იქით გადავდე. ზოგი შეკითხვა ვერ გავიქ. რატომ აშენდა საკვირაო სკოლა და რატომო? რატო აშენდა? აი ამისთვის აშენდა ეხლა რასაც ჩვენ ვაკეთებთ. რომ ჩვენ შევიკრიბოთ და ღვთის სიტყვაზე ვისაუბროთ. და რომ ვისაუბრებთ მარტო საუბრად კი არ დარჩეს. არამედ აი ამ საუბარმა ჩვენი ცხოვრება შეცვალოს. და აი ამ ცდილობამ რომ ჩვენ შევცვალოთ ცხოვრება, საღვთოთ რომ ბედნიერება მოგვანიჭოს ჩვენ. აი ამაშია საქმე. მაგალითად ადამიანი არ ნანობს თავის ცოდებს. ცოდებს ჩადის, ცოდას ამრავლებს, არ ნანობს. ესეთ ადამიანს მრავალი ტკივილის გადატანა მოუწევს იმის გამო რომ აი ამ ცოდვას ჩადიოდა. და თუ შეინანებს, ეს ცოდვა აღარ გაგრძელდება. მიეტევება ეს ცოდვა. ამ წუთის სოფელშიც დამშვიდდება მისი ცხოვრება და ღვთის წინაშეც გული სუფთა ექნება, წრფელი სინდისი ექნება. და თუ ვინმე მხოლოდ მოისმენს იმის შესახებ, რომ სინანული და აღსარებაა კარგი და ამას არ გააკეთებს საქმე, მას მხოლოდ ეს მოსმენელი არაფერს არ არგებს. გესმით? ამიტომ რასაც მოისმენ, უნდა ეცადო რომ გააკეთო. მოისმინო მარტო იმიტომ რომ არ გააკეთო, ეგ ტყუილი დროის დაკარგვა იქნება. ამიტომ ჩვენ ვეცადოთ ხოლმე რასაც სახარებიდან მოვისმენთ. აი მაგალითად მოვისმინეთ იმ დიდარ კაცზე. ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ მას არ მივბაძოთ. გესმით? ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ სხვისთვისაც გავიღოთ რაღაცა. და ჩვენც კარგად ვიქნებით და ის სხვაც. არის თუ არა შესაძლებელი რომ ნაკურთხმა წყალმა ადამიანი განკურნოს? დიახ, არის შესაძლებელი რომ აი ამ სიწმინდეების მიღებამ ადამიანი განკურნოს სულიერადაც და მათ შორის ხორციელადაც. რას ნიშნავს სიკვდილი? სიკვდილი ნიშნავს იმას, რომ არის ხორციელი სიკვდილი, რაზედაც წეღან თქვით. როდესაც ჩვენი სული და ჩვენი ხორცი ერთმანეთს განშორდება. არსებობს სულიერი სიკვდილი, რაც ეს საშინელებაა, სულიერი სიკვდილი. ხორციელი სიკვდილით ყველა გარდაიცვლება ადრე თუ გვიან. მაგრამ სულიერი სიკვდილი ის არის, როდესაც ადამიანი სცოდავს და არ ნანობს და ამით მისი სული კვდება. უფალი როგორ ადამიანს უსვევს სამოთხეში. იმას, ვინც ღვთისმცნობით ცხოვრობს,
და თუ რამე ეშლება, იმას ნანობს, თავს არ იმართლებს ამის გამო. ადამა და ევამ რო შესწოდეს, ხომ ერთმანეთს გადააბრალეს, არა იმის ბრალი იყო, ევამ მერე გველს გადააბრალა, იმის ბრალი იყო და მათ დაკარგეს 64. მათ რო ეთქვათ, გვაპატიე უფალო, ისინი დარჩებოდნენ 64-ში. როგორ ვილოცოთ გულით და არა სიტყვებით. მოდი ცოტა შესწორება შევიტანთ. აი როგორ ვილოცოთ რო წერია. მოდი იქ დავსვათ ეს კითხვის ნიშანი, მაღლა ავიტანოთ. როგორ ვილოცოთ? და პასუხიც აქვია, გულით და არა მხოლოდ სიტყვებით. აი გულით ილოცეთ. მარტო სიტყვებით კი არა, რასაც ითხოვთ, გულით ითხოვეთ და ღმერთი მოგცემთ. ოღონდ თუ ისეთ რამეს ითხოვთ, რომ თქვენთვის ეს კარგია. გესმით? თუ რამე ისეთ სიტყვ, რომ ამითი შენ დაზიანდები, მაშინ ღმერთმა თუ არ მოგცა ეს, არ უნდა გაგიკვირდეს. აი მაგალითისთვის ვიტყვი. აი ეს პატარა ცუნცულა საბავშვო ბაღში დადის. ეხლა თუ დედიკომ ლამაზი უთო შეიძინა და ამასაც მოეწონა. და მეორე დღეს გაიღვიძა და ბაღში მიდის და დედიკოს თხოვა. დედიკო, მთელი გულით გთხოვ რა. გამატანე ეს უთო ბაღში. თან მით უმეტეს დედიკო დილით მაისურს უთოვებს, გაუთოვა და აი ცხელი რომ აი ეგეთი გამატანე. გაატანს. აი ხა ეტყვის რომ კარგი შვილო, ეხლა პარკში ჩაგიდებ და გაატანს. აი გულით რო თხოვოს გულით რო თხოვოს გაატანს. შენ არ დაუჯერ ვარ გაატანს. არ გაატანს, ბავშვებო, როგორ გაატანს, ცხელუთოს როგორ და ზოგჯერ ჩვენ აი ესეთ რაღაცას ვითხოვთ ღვთისაგან, რაც ჩვენ დაგვაზიანებს, მაგრამ ჩვენ მაშინ ვერ ხვდებით. თუ შემთხვევით გაუაზრებლად ჩავიდნენ დანაშაულს, ღმერთი გვაპატიებს მონანულ ადამიანს. ღმერთი ყველაფერს აპატიებს, ბავშვებო. თუ ადამიანს გულწრფელად სინანული აქვს, ღმერთი მოწყალეა, ბავშვებო. ღმერთს ისე კინო წარმოვიდგენთ, რომ ის აი მან უნდა დაგვსაჯოს. მას ჩვენ უყვარვართ. მან ჩვენ ბედნიერებისთვის გაგვაჩინა. მას უნდა რომ ჩვენ სულ გახარებულები ვიყოთ, სულ ბედნიერი ვიყოთ, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ და არა ზოგჯერ უფრო ხშირად მას არ ვუჯერებთ. და ამიტომ ჩვენი არასწორი გადაწყვეტილების გამო ჩვენ ხან ვისჯებით. თორემ ღმერთს უნდა რომ სულ გახარებული იყო. ვინ დაწერა ბიბლია? ბიბლია სხვადასხვა ადამიანების ხელით დაწერა სული წმინდის მადლმა. აი ხო ჩვენ ვამბობთ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სული წმინდა ღმერთი. აი სული წმინდამ დაწერა სხვადასხვა ადამიანები გამოარჩია სხვადასხვა დროს და მათი ხელით დაწერა ბიბლია, წმინდა წერი, ძველი აღთქმის და ახალი აღთქმის წიგნები. რატომ ამბობენ ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად აღსდგა? ესე იგი, როდესაც პირველად გაიგეს მოციქულებმა, რომ ქრისტე აღსდგა, წარმოიდგინეთ, რამხელა სიხარული ჰქონდათ. ეხლა ჩვენთვის ეს აი მართლაც წარმოუდგენელია. მათი საყვარელი მოძღვარი, რომელიც ჯვარზე გაეკრა და შემდეგ ნახეს, რომ ისევ ცოცხალია, ერთმანეთს რო ხვდებოდნენ. აი რატო არის ტრადიცია დღეს, რომ მთელი 40 დღის განმავლობაში ჩვენ ქრისტიანები ესე ხვდებით ერთმანეთს? ქრისტე აღსდგა და პასუხობ ჭეშმარიტად აღსდგა. მათ ძალიან დიდი სიხარული ჰქონდათ. ერთმანეთს რო ხვდებოდნენ, აი ეს იყო ეს შეძახილი, ეს სასიხარულო ამბავი, რომ სული სიხარულში რომ იყვნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ ქრისტე აღსდგა და მეორე პასუხობდა რომ ნამდვილად, ანუ ჭეშმარიტად აღსდგა. რა არ ეპატიება ადამიანსო, რასაც არ შეინანებს, ბავშვებო, რასაც არ შეინანებს, რასაც არ იტყვის აღსარებაში, არ ეპატიება. ადამიანს ეშმაკი როდის უსახლდება, აი ერთ-ერთი განსაკუთრებული შემთხვევა, როდესაც შეიძლება ადამიანს ეშმაკი ჩაუსახლდეს, არის ის, რომ ადამიანი დავუშვათ აი ან მკითხაობს, ან სამკითხაოდ მიდის ვინმესთან, ეს ძალიან დიდი ცოდვა. ეს პირდაპირ საეშმაკო ცოდვა. ეს ცოდვა კაცის კლასს უტოლდება. და თუ ადამიანს რაღაც ესეთი აქვს ჩადენილი, ის აუცილებლად უნდა შეინანოს. რა არის უფლის ყველაზე დიდი საჩუქარი?
ეს არის მარადიული სიცოცხლე, ალბათ, მარადიული სიცოცხლე. ჩვენ მან მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. მაგრამ თუ ჩვენ ამას არასწორად გამოვიყენებთ, მარადიული სიცოცხლე სასუფეველში კარგია, მაგრამ მარადიული სიცოცხლე სატანჯველში, ჯოჯოხეთში კარგია. ამიტომ ჩვენ ეს საჩუქარი სწორად უნდა გამოვიყენოთ. გესმით? რა არის სიძულვილი და როგორ ვერ ერევა ბოროტებას? სიძულვილი როგორ ვერ ერევა ბოროტებას? სიძულვილი იგივე ბოროტებაა ბავშვები. სიძულვილი არის სიყვარულის საპირისპირო. ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ადამიანი შევიყვაროთ. რატომ არის ეკლესიაში კაბით და თავშლით მოსვლა საჭირო გოგონებისთვის? იმიტომ რომ გოგონების შესამოსელი ეს არის. გოგონას მანდილოსანი ჰქვია. მანდილი რა არის, რა თავზე ახურავს, ხო, მანდილოსანი. მით უმეტეს ჩვენ ქართველებს არ გვაქვს იმის ტრადიცია ძველთაგან, რომ დავუშვათ აი კაბის გარეშე გვევლო. აბა ძველი შესამოსლები ნახეთ, ესე იგი. ძველი ქართული შესამოსლები ნახეთ, მანდილოსნის შესამოსლად იქ კაბის გარდა ვერაფერს ვერ ნახეთ. იქ ყოველთვის კაბა ქონდა, მანდილი ეხურა თავზე. და ესე მოწესრიგებული. შეიძლება გვანახოთ თქვენი ცოლშვილიო, აბა აქ არ არიან ჩემი ცოლი, თუმცა შვილები არიან, მაგრამ მოდი ეგ მერესთვის იყოს. მერე ყველა ერთად რო იქნება, მერე გაჩვენებთ, კარგი. ეხლა ზოგი აკლია და მამოები ღმერთს ელაპარაკებიანო, მამოები კი არა, ყველა ელაპარაკება ღმერთს. ჩვენ ხო წეგან ტაძარში ვილოცეთ. აი ღმერთთან საუბარი. კი. რატომ ვიკეთებთ ჯვარს და ეშმაკი რატომაა ბოროტი? იმიტომ ვიკეთებთ ჯვარს, რომ ჯვარმა უნდა დაგვიცვას ჩვენ. ამ ჯვარზე, რომელმაც ჩვენ უნდა დაგვიცვას. ჯვარზე ხო იესო ქრისტე გაეკრა და აი ამ ჯვრის მეშვეობით ჩვენ გამოგვიხსნა მარადიული სიკვდილისა. და მას მიანიჭა ძალიან დიდი ძალა. არსებობს თუ არა 64 და ჯოჯოხეთი. ჩვენ გვწამს რომ არსებობს და წმინდა წერილი ამას ამბობს. ადამიანი რომ გვეზიზღება, როგორ უნდა შევიყვაროთ? აი ვინმეს რომ ვეზიზღებოდეთ ჩვენ. როგორც გვინდა რომ მოგვექცეს, ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ისე მოვექცეთ. რატომ გაჩნდა ადამიანი? ადამიანი ბედნიერებისთვის გაჩნდა. რა არის მეორედ მოსვლა? როდესაც უფალი დაბრუნდება და თითოეულ ჩვენთაგანი მის წინაშე წავდგებით, ზოგი სიხარულით შეეგებება, ვინც ცდილობს რომ უფალს უერთგულოს, აი ეხლა აქ. მაგრამ ყველა სიხარულით ვერ შეეგებება. ვისაც მოუნანიებელი ცოდვები აქვს, მით უმეტეს ვინც ღვთის საწინააღმდეგო საქმეებს აკეთებდა, ის სიხარულით ვერ შეეგებება, თუ არ შეინანებს. თუ შეინანებს, ისიც შეეგებება უფალს თავდახრილი და უფალი მასაც მიუტევებს. როდესაც ვეზიარებით იმ დღეს თუ შეიძლება რომ ხორცი ვჭამოთო, თუ მარხვა არ არის კი შეიძლება. მოდი ვნახოთ ახლა ერთი ამბავი რომ თლად კითხვებმა არ გაგვიდაცოს. ერთი საჭირბოროტო ამბავი ბავშვები, რომელზეც ჩვენ გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა რომ განვიხილოთ. ბავშვებო, აქ არის გამოსახული ერთი პატარა ვაჟკაცი კაცი. დავით, ეხლა შენ მაგისტრის მოიცალე. მაგ პატარა კაცს, რომელსაც დასცინიან, ქვია გაბრიელი. მოდი შევხედოთ. გაბრიელი სკოლის მოსწავლეა. ის ყოველდღიურად ლოცულობს, ძალიან მოწესრიგებულია, ძალიან დამხმარე ბავშვია, აი მეზობლებს ეხმარება, ხან ვიღაცას ველოსიპედს ათხოვებს, ხან ვიღაცას დავალების დაწერაში ეხმარება თავისზე პატარა ბავშვებს. ყველას უყვარს უბანში, მოკლედ ისეთია, ყოჩაღი ბავშვია და საყვარელი. მაგრამ მოხდა ისე, რომ გაბრიელი გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად, სხვა უბანში. ეხლა მისთვის ყველაფერი უცხოა. ქუჩაც, სახლებით, მეზობლებით, სკოლაც, ყველაფერი უცხოა მისთვის და ცოტა ისეთი ჯერ შორიდან ათვალიერებს რა ხდება. დაინახა რომ
ეს სამი ბავშვი ყოველდღიურად ეზოში ერთად თამაშობენ. ერთხელ ამასაც დაუძახეს, გაბრიელ, მოდი ჩვენთან ერთად ვითამაშოთ. გაბრიელი თავდაპირველად ცოტა შორს იჭერდა თავს მათგან. რატო იჭერდა ახლა ამასაც თავისი მიზეზები ჰქონდა. ესენი ცოტა დამცინავი ბავშვები იყვნენ. აი უყვარდათ სხვების დაცინვა, სხვების მოტყუება, აბუჩა დაგდება. უზრდელურ სიტყვებს არ ერიდებოდნენ და გაბრიელი კიდე სხვანაირად იყო აღზრდილი. ოჯახში სხვა რამეს ასწავლიდნენ, რომ ეს ბილწი სიტყვა ადამიანს არ შეშვენის. კაცს არ უხდება ბილწი სიტყვა, მას თავაზიანი სიტყვები უნდა ჰქონდეს. თავიდან ცოტაერიდებოდა, მათთან ერთად არ იყო. მე დრო რო გავიდა, ნელ-ნელა დაუახლოვდა. და ერთხელ ერთ-ერთი ბიჭი ეკითხება, ესე ირონიულად, დამცინავად გაბრიელს. გაბრიელ, შენ რა დილით და საღამოთი მართლა ლოცულობო და დააყარე სიცილი. დასცინია. ლოცვა კი არ არის დასაცინი. მაგრამ ამათ ესეთი წარმოდგენა ჰქონდათ. ეხლა გაბრიელისთვის ეს ნახეთ როგორი ამბავია. ესე იგი, ცოტა შეცვა თავიდან, მანიც ის თავისი ოჯახიდან რომ ლოცვა დიდებული რამეა, ღმერთთან საუბარია. არასდროს შეხვედრია ისეთ ბავშვებს, ვინც ლოცვას ასე შეხედავდა, რომ რაღაცა დასაცინია, გესმით? ეხლა დაფიქრდა და ფიქრობს, რა გავაკეთო? არჩევანის წინაშე დადგა. თუ მინდა რომ მე ეზოში ჩამოვიდე და ამ ბავშვებთან ერთად ვითამაშო, მაშინ ალბათ მეც ამათნაირი უნდა გავხდე. მაგრამ თუ მე ამათნაირი არ გავხდები, ესენი ალბათ ისევ დამცინებენ, ხან ლოცვაზე დამცინებენ, ხან იმაზე რომ ვიღაცას ვეხმარები, ხან იმაზე რომ რაღაცას პატიოსნად ვაკეთებ, რომ მშობელს თუ მასწავლებელს ვუჯერებ, ამაზე დამცინებენ და აი დადგა არჩევანის წინაშე რა გააკეთოს. და სამწუხაროდ გაბრიელმა სიმტკიცე ვერ გამოიჩინა. გაბრიელი შეცდა და ნელ-ნელა მიატოვა ლოცვას. მიატოვა კეთილი საქმეების კეთებას, ამ ბავშვებთან ერთად თამაშობს, თუმცა გულში მაინც რაღაც ხინჯა თავს და ფიქრობს, რომ სწორად ვერ აკეთებს რაღაცას. თუმცა ამათ დაემსგავს. ყველაფერი სიკეთე მიატოვა. ყველაზე მეტად რაც უყვარდა ფეხბურთზე დადიოდა, ვარჯიშიც კი მიატოვა, აი ამათ გამო. მაგრამ მოხდა ისე, რომ ძველი უბნიდან, ვისთან ერთადაც თამაშობდა საბა და ლიზი, მისი მეგობრები ერთხელ მოვიდნენ მასთან და ეუბნებიან, გაბრიელ, შენ, ესე იგი, კი შეიძლება ბევრი შეცდომები დაუში, მაგრამ ჩვენთვის ისევ ის თავაზიანი, მორწმუნე და ადამიანების მოყვარული გაბრიელი ხარო, ჩვენთვის შენ ისევ ასეთი ხარო. და მოდი ადექიო და თავიდან დაიწყე ყველაფერი. ანუ მიატოვე ეგ მდგომარეობა, რაშიც ახლა ხარ და თავიდან დაიწყე ყველაფერი. და გაბრიელიც მართლაც დაფიქრდა, არა და წინა დღეებში ისეთი რამეც მოხდა, რომ ფეხბურთზე ხო აღარ დადიოდა, არ ვარჯიშობდა, მაგრამ გაიგო, რომ მის გუნდს რაღაც მნიშვნელოვანი მატჩი აქვს ჩასატარებელი და მივიდა და მწვრთნელს ეუბნება. მეც შეიძლება რომ ვითამაშო და არაო, მან უთხრა. შენი ადგილი უკვე სხვამ დაიკავა, ვინც მთელი ეს დღეები მთელი გულით ვარჯიშობდა. გაბრიელი წამოვიდა და აღონებული ჩამოჯდა და ის დღე იყო ზუსტად რომ ეს მეგობრებიც მიუვიდნენ საბა და ლიზი და ეუბნებიან რომ შენ ჩვენთვის ისევ ის გაბრიელი ხარ. მოდი ახლიდან დაიწყე ყველაფერი. მეორე ეუბნებოდა რომ შენ ღმერთი გელოდება, ან მან ხო ლოცვაც მიატოვა. და ეუბნებიან გაბრიელ, ღმერთი გელოდება. არ შეგაქცევს ძურგს და შენს ლოცვას ელოდება, შენს კეთილ საქმეებს. და გაბრიელს გული მოულბო მეგობრების აი ამ თბილმა სიტყვება. ნახეთ მეგობრებიც რა კარგად მოიქცნენ. კი არ მიატოვეს გაბრიელი, იმიტომ რომ ის შეიცვალა და უზნეოდ იქცეოდა. არ მიატოვეს. მეგობრობაც ეს არის, გასაჭირში არ მიატოვა. ხორციელად მას არაფერი არ უჭირდა, მაგრამ სულიერად ხომ დაეცა ძირს. და მეგობრები რომ მივიდნენ და თბილად დაელაპარაკდნენ. გაბრიელმაც გადაწყვიტა რომ აი ამ დიდი ხნის შემდეგ პირველად ელოცა და იმ საღამოს კვლავ განაგრძო თავისი სულიერი ცხოვრება. და შემდეგ უკვე ვარჯიშსაც დადიოდა და
ისე ვის ყოჩაღი გაბრიელი დარჩა. ეხლა ეს რატომ მოვყევ? ბავშვებო, ჩვენ აუცილებლად მოგვიწევს სადღაც აი ამ არჩევანის წინაშე დადგომა. შეიძლება შევხვდეთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც გაიცინებენ ჩვენს პატიოსან საქციელზე. შეიძლება ვიღაცამ ჩვენს ლოცვაზე გაიცინოს. შეიძლება ჩვენ აი დავუშვათ ვიღაცას თუ თავაზიანად ვეტყვით რაღაცას იმაზე გაიცნო. შეიძლება მაგალითად აი კლასში დავუშვათ გაკვეთილი მიმდინარეობს და კლასში ვიღაცა შემოვიდა უცხო ადამიანი და შენ წამოდექი ფეხზე, ეს ხო ზრდილობის გამომხატველია თავაზიანობის. შეიძლება ამის გამო დაგცინონ ფეხზე რო ადექი, ანუ კარგად რომ მოიქეცი ამის გამო დაგცინონ და შენ დგები არჩევანის წინაშე. გახსოვთ სუფთა წყალში რო იდგა ერთი და ტალახიანი წყლიდან რო სხვები დასცინოდნენ. ისიც ხო არჩევანის წინაშე დადგა, რომ თუ მინდა რომ აღარ დამცინონ, მეც უნდა გამოვიდე ამ სუფთა წყლიდან და ტალახიან წყალში ჩავდგე. და თუ არა და გაგრძელდება ეს დაცინა. მაგრამ ეს დაცინვა დროებითია ბავშვებო. აი ეს დაცინვა, რასაც გაბრიელს დასცინოდნენ, ესეც დროებითი. გაბრიელი თუ არ გატყდებოდა, ახლა გაბრიელს ხო უნდოდა რომ ამ ბიჭების პატივისცემა დაემსახურებინა. გაბრიელი რომ მათ დაემსგავსა, ამითი კი ვერ დაიმსახურებდა მათ პატივისცემას. გაბრიელი თუ დარჩებოდა იმათ, რაც იყო მლოცველი, თავაზიანი, მოწყალე, მიმხმარებელი სხვების, ესენი 1-2 დღე, 1 კვირა თუ რამდენიც იქნებოდა, კი დასცინებდნენ, მაგრამ ბოლოს დაფიქრდებოდნენ. გაბრიელმა რომ ეს სიმტკიცე გამოიჩინა და დარჩა ისევ მღირსეულ კაცად, ნელ-ნელა ამათაც მოეწონებოდათ და მიბაძავდნენ. მაგრამ ჩვენ თუ გაბრიელის ადგილზე დავემსგავსებით ამათ პატივისცემასაც დავკარგავთ. და იმ ღირსეულ მდგომარეობასაც, რაშიც შეიძლება მანამდე ვიყავთ. ძალიან ხო არ დავღა. მაცხოვრის ჯვარცმის ქვეშ რატომ არის თავის ქალა გამოსახულიო? გინახიათ მაცხოვრის ჯვარცმის ქვეშ თავის ქალა რომ არის? არა. მე იქნება ხატიც მოვიძიო და გაჩვენოთ. მაცხოვრის ჯვარცმა რო არის, ძირში არის თავის ქალა გამოსახული ხო? გარდამოცემით ესეთი რაღაცა არის ნათქვამი რომ იქ რატომაც არის ის თავის ქალა, ადამის თავის ქალა იგულისხმება რომ მაცხოვარმა თავისი ჯვარცმით, თავისი ჯვარზე დაღვრილი სისხლით, სწორედ ადამი გამოიხსნა პირველ რიგში. გესმით ხო, ადამი იყო პირველი ადამიანი, ვინც შეცდა, ვინც ღვთისმცნებას გადავიდა, ცოდვა ჩაიდინა, მერე თავიც იმართლა და 60 დაკარგა. და ღმერთი ხო ადამიანის გამოსახსნელად მოვიდა და აი ადამი რო გამოიხსნა, სწორედ მაგის აღნიშნელად. აუცილებელია ღამის 12-ზე ვილოცვა და პირველს რომ გადავაცილო ლოცვა ღამისო. ეხლა რა არის იცით? აქ რომ გააჩნია რა ლოცვას ამბობ. თუ 7-ძის ლოცვაზე ამბობთ და 12 საათიანი ლოცვა უნდა თქვა, ჯობია 12-ზე თქვა. თუ ძილის წინა ლოცვა ზოგი 11-ზე იძინებს და ზოგი 10-ზე და ზოგი პირველზე და როცა იძინებს იმისზე უნდა თქვა. თუმცა ეს საათები მაინც და მაინც ის კი არ არის. შეიძლება აქ რომ 12 საათია, სადღაც სხვაგან 11 საათია, სადღაც 2 საათია და ასე შემდეგ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მაგრამ არსებითი მნიშვნელობა იცი რას აქვს? დაუშვათ აი დღის განმავლობაში რაღაცას აი ფსალმოს ლოცულობს, ახარებას კითხულობ. რატო უნდა მიიყვანო ღამის 12 საათამდე და ეცადო რომ მოდი აი ჩავეტიო იმ დროში რომ არ გადამიცდეს. დილით რო ადგები, დილით გააკეთო საღვთო საქმე. აი ეს არის თავ პირველ ადგილზე რომ ღმერთი დააყენს და არ მიაფუჩეჩო ბოლოში. აბელმა და კაინმა რომ სხერპლი შეწირეს. აბელმა საუკეთესო შეწირა. ანუ საუკეთესო დრო და ენერგია ჩვენ როდის გვაქვს, იცი? დილით. ყველაზე დასვენებული როცა დგები. აი ღამით დაღლილით გადაღლილი რო ხარ, იქ შეიძლება მიაფუჩეჩო ის ლოცვა. ეგრე კაინმა შეწირა. ეს კითხვა ვერ გავიგე, ბოდის კითხით ბავშვო. საჭიროა რომ როდესაც ეკლესიებს დავინახოთ, ყველა ეკლესიასთან გადავიწეროთ პირჯვარი, აი ხშირად რომ შეგხვდება,
შეგიძლიათ გადაიწეროთ ბავშვები, შეგიძლიათ არ გადაიწეროთ. როგორია ღმერთი და ეშმაკი? ღმერთი კეთილია, ღმერთი სიკეთეა და ჩვენი კარგად ყოფნა უნდა. ეშმაკი ბოროტი, ბოროტებაშია ჩაფლული და ჩვენი დაღუპვა უნდა, ჩვენი ცუდად ყოფნა უნდა. ჩვენ აი ამ არჩევანის წინაშე ვდგევართ. როგორ მოვიშოროთ ცუდი ფიქრები თავიდან? ორი ხერხი გვაქვს, ერთი ის რომ სხვა რაღაცაზე ვიფიქროთ და მეორე რომ ლოცვით დავხვდეთ. ლოცვა უნდა გულში, აი იესოს ლოცვა თქვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ლოცვა თქვა, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე თქვა, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელო შეგვეწიენ და გვაცხონენ. აი ესე გულში ხშირად იმეორო და თან არ იფიქრო იმ ცუდს. დილით ლოცვებს რომ ვკითხულობ, აუცილებელია 12-მდე ვილოცო და 12-ის მერე არაო? ეხლა 12-ის მერე თუ 12-ის მერეც თუ დილა, არ ვიცი. ზოგისთვის შეიძლება აი დღის პირველი საათი არის სისხლ დილა. აი დილა ადრიანი. გაჩნია ვინ რომ ეზე დგება. ზოგისთვის დილის 6 საათია დილა. მამაო, კარტის თამაში ისედაც ცოდვაა თუ მხოლოდ ფულზე? კარტის თამაში ისედაც ცოდვაა, განსაკუთრებით ფულზე. და რომ წამოიზრდებით, ყველანაირ აზარტულ თამაშს უნდა მოერიდოთ ბავშვებო. იმიტომ რომ ამ აზარტულმა თამაშებმა მრავალი ადამიანი დაღუპა. არ ვამბობ მარტო სულიერად დაღუპა, ფიზიკურადაც. მრავალ ადამიანს ოჯახები დაენგრა, ჯანმრთელობა გაიუარესა, მერე თავსაც რაღაც უბედურება აუტეხა. და როდის შეგითრევს ის დასაღუპად, ეს არავინ არ. ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ეხლა რაღაცა ის ნახო, ტყეში მიდიოდე და დიდი ცხოველი ნახო რაღაც, აი ნიანგი რო ნახო დაუშვათ რაღაცა, ამოს ეგვიპტეში ხარ, ნილოსის პირას მიდიხ. ეხლა იმას შეიძლება რომ ეთამაშო? როდის ჩაგავლებს და დაგიწეს არიც, იმას არ უნდა ეთამაშო. იმ აზარტულ თამაშებსაც არ უნდა ეთამაშო, არ უნდა გაუთამამდე ესე, არ უნდა მიეკარო საერთოდ. თორემ რა დროს ჩაგყლაპავს და გაგანადგურებს, კაცმა არიც. შეიძლება თქვა, რომ აი გუშინ ჩემი მეზობელიც ეთამაშებოდა ნიანგებს და გადარჩა. ხო, შეიძლება თქვა, რომ ვიღაც აი 10 დღე ეთამაშებოდა და მე-11 დღეს დაიჭირა ნიანგმა. მოდი 10 დღე მეც ვეთამაშები, მე-11 დღეს აღარ მივა. მაგრამ შეიძლება პირველივე დღეს ჩაგავლოს. ანუ მე ვამბობ იმ აზარტული თამაშების ნებაზე, რომ შეიძლება უცბად ისე შეგითრიოს, რომ იმას თავი ვერ დაანებ. ამიტომ საერთოდ არ უნდა მიეკარო. საერთოდ არ უნდა მიეკარო. თუ შეგიძლიათ 10 მცნების განმარტებაზე და მის ისტორიაზე ისაუბროთ. ეს საკმაოდ ვრცელი თემაა ბავშვებო. თუ ამ შეკითხვის პატრონი ეს ამ კლასებიდან რომელიმეა, ჩვენ შეგვიძლია საამისოდ ერთ დღეს შევიკრიბოთ და ეს განვიხილოთ თავიდან ბოლომდე რაღაცა ზოგადად მაინც. ახლა ესე გადაღლილ ბავშვებთან ცოტა რთული იქნება. თუმცა მოდი სანამ ამას განვიხილავთ, ჩვენ ვისწავლოთ 10 მცნება რა არის. ესე ზეპირად მაინც ტექსტი მაინც ვისწავლოთ 10 მცნება რაზე ვლაპარაკობთ, ხო უნდა ვიცოდეთ. კარგი, მე მგონი ძალიან შეკითხვები კი დამრჩა, მაგრამ ძნელია ამდენს ვერ მოისმენენ. ისედაც მთელი დღის დაღლილები არიან ბავშვები. ავდგეთ ბავშვებო, ვილოცოთ აბა.